გესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა, განსაკუთრებული მადლიერება, არ ვიცი, აი, განსაკუთრებული სითბო ჩემ ემიგრანტებს, ბიჭები ძალიან ბევრი მომემატნენ, მამაკაცებიც და ქალბატონები ისედაც ყავდნენ და კიდე მომემატნენ. ეს არ შეიმჩნიოთ, ძალიან ზუსტად ჩამტყდა ფიჩხილი და ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვუშვებით. მოკლედ და ამ ჯერ ანუ ცუდად არ გამიგოთ ეხლა რომ კონკრეტულად პირდაპირ ვიწყებ ხოლმე ემიგრანტებით, იმიტომ რომ არ ვიცი, არც დავიღლები არასდროს მე მათი სიყვარულით იმხელა ემოციას და იმხელა სითბოს ვიღებ ხოლმე მათგან, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ და ყველაზე მთავარი მიუხედავად იმისა, რა ვიცი, აქ არის ძალიან ბევრი გაბოროტებული ხალხი, თორე ემიგრანტებზე თბილით, აი მე ჯერ ემიგრანტი არ შემხვედრია გაბოროტებული და გაბრაზებული. ისე შვიდად, ისე წყნარად, ისე გათვითცნობიერებულად, აი არ ვიცი, ისინი რო ეკიდებიან ზოგადად, აი საქმეები ვისთანაც მაქვს, აი ყველაზე ასე ვთქვათ, შვიდად და წყნარად ეკიდებიან ჩემი ემიგრანტები, აი როგორც ვუხსნი იმის მიხედვით მომყვებიან და მიჯერებენ. აქაც, მაგრამ ისინი განსაკუთრებით, ამიტომ ძალიან მიყვარხართ და გეფერებით შორიდან. ეხლა ჩამოდის რამდენიმე ემიგრანტი, აუცილებლად გვექნება შეხვედრა და ძალიან მიხარია, ერთი სული მაქვს, როდის ნახავ მათ, უკვე გეგმავთ აქ შეხვედრას და გასეირნებას ჩემთან თბილისში. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ხო, რაც შეეხება კონსულტაციებს, რაც შეეხება თან მოვიფიქრებ რომელ დასტაზე გავშალოთ დღეს, რაც შეეხება კონსულტაციებს და რაც შეეხება ტაროსწავლებაზე ფასდაკლება მაქვს და შეგიძლიათ მომმართოთ, საკმაოდ კარგი ფასია და მით უმეტეს თანხასაც ვუყოფ და თან რამდენიმე ნაწილად. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასევე გამოძახება, რომელიც უკვე ახლოვდება და ამაზე მჭირდება 3-4 ღამე და დღეში 7 გამოძახებაზე მეც ფიზიკურად ვერ ვაკეთებ, ამიტომ დროულად მომწერეთ ვისაც გვინდა. ამას რაც შეეხება, ყოველთვის ყველაფერს წერთ პირადში, კომენტარებში მსგავსი არაფერი არ დაწეროთ, მაინც ვერ გიპასუხებთ იქ ჩემო ძვირფასებო და მე ფიზიკურად სულ ტელეფონთან ვერ ვიჯდები, ხო, მუშაობ და სამსახურში ესე ხშირად არ მაქვს ტელეფონი, ამიტომ არის ჩემთან ჩაწერებზეც ხოლმე ეს ამბები, რომ საღამოობით ძალიან მხოლოდ. ნუ არის 2 დღე, როდესაც ვისვენებ, მაგრამ ის 2 დღე ჩემ შვილებსაც ჭირდებათ, ხო? ამიტომ ხან ცალია და ხან ვერა. მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე გადამიდია 3 და 4 დღე. მაქსიმუმ მეორე დღეს, იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს მაქვს გაშლა. ამიტომ რაც შეეხება საქმის, ეს იქნება ჩაკეტვა, ეს იქნება ფინანსები, ეს იქნება თვალი თუ რასთან დაკავშირებით, ყველაფერს წერთ პირადში. TikTok-ზე მწერთ პირადში და მე გამატებთ WhatsApp-ი, Viber-ზე, ან ხო, მოგწერთ ნომერს და დამამატებთ, ხოლო YouTube-ზე ჩემ არხზე ვიდეოს ბოლოში არის კომენტარები და იქ წერია ტელეფონის ნომერი, WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, სამივე მაქვს ერთ ნომერზე, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. ბევრი კითხვა შემოდის, როგორ ხდება, რანაირად ხმოვანებითაც შეგვიძლია, იგივედ რომ მჭირდება საათი მეტი მჭირდება ჩემო ძვირფასებო და ვიდეო კოლითაც. იმიტომ რომ 2 დასტით ვმუშაობ, არ ვმუშაობ 1 დასტით. კარგით, აი 2 არკანი როგორ ამოხდა, ამიტომ ვტოვებ, მოკლედ. ეხლა დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი, ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, ამას ერთ არკანად მოვიაზრებ. ჩაიფიქრეთ. გითვალთვალებთ თუ არა, თქვენ ანუ შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და იმის მიხედვით დაწეროთ ფურცელზე სახელი, გვარი შეგიძლიათ, დაბადების წელი, თვერიცხვით თუ იცით და ისე ჩაიფიქროთ. მოკლედ, პირველი, თქვენი პარტნიორის ენერგიები, მეორე, რა დამოკიდებულებით იმყოფება ახლა. ეხლა მე არ ვიძახი წინა ვიდეოებს ვინც უყურეთ, დუმილი როა და ეს რა ქვია, სიჩუმე როა და რა ქნა, როგორ ქნა, ამას არ ვეხები, ყველამ თქვენზე მოირგეთ, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, თქვენზე მოირგებთ, ხო, მიხვდებით საპირისპიროდ. ანუ გითვალთვალებთ თუ არა, ისედაც ხვდებით, რომ ესე იგი ეს გვაქვს იმ ადამიანზე, რომელთანაც არ გაქვთ ახლა კონტაქტი და სიჩუმის ქვეშ არის. რაღაცა ეს ვიდეოები მიყვა სულ იცი, ხო, აი სიჩუმე როა და რაღაცა კონტაქტები არ არის. ნახოთ, რაღაცა იმიტომ არა, პირადი ყოველთვის ჯობია ჩემო კარგებო, იმიტომ არა, რომ ვისთანაც გინდათ გქონდეთ პირადი კონსულტაცია.
უბრალოდ ჩემთან ვინც ერთხელ მოდის, ფიზიკურად აღარ მიდის სხვასთან, იმიტომ რომ მე იმდენ დროს ვანდომებ, მე არ ვარ მხოლოდ ტაროლოგი, ვარ ფსიქოკონსულტანტი და შესაბამისად ძალიან დიდ დროს ვანდომებ ხოლმე ვიდეოს, ჯერ სანამ გაგიცნობთ, მერე სანამ მოგისმენთ და მოკლედ. აი ესეთი ვიდეო კონსულტაციებია ჩემთან და არა ის რომ კითხვა მითხარი და გიპასუხო, არავით არ. ეხლა ჩემო კარგებო, პირველი მისი სახელი და გვარი ენერგიებით ჩავიფიქროთ რა ხდება მასთან, შემდგომ თქვენთან და მიმართულებით მისი დამოკიდებულება. შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი შეგრძნებები, აი რაღაცა სიტუაციები ხო ხდებით, რაღაცა რომ აწუხებს რა და რაღაც სიტუაციები რო აქვს. შემდგომ ნახოთ გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ამას ორად დავსვავ, ანუ 6 არკანს ამოვიღებ და ნახოთ რჩევათ ბოლოში დავდოთ. რა ხდება და ვისთან გვაქვს საქმე? მესიჯები იყო? ახალი ნაჩხუბრები ხართ და მესიჯები იყო? ახალი სიტუაცია ჩემო კარგებო, ვინც მისმენთ, ვინც მიყურებთ, ახალი სიტუაცია, ახალი მიმოწერა, სადაც ჩავხოცეთ ერთმანეთი, ვიჩხუბეთ, არ ვიცი მე თქვენს გაბრაზებულმა რა სიტყვები უთხარით, იმანაც გაბრაზებულმა რა სიტყვები გითხრათ. აი ახალი ჩახოცილი რო ყავს, ხო იცით ერთმანეთი ძალიან რაღაც ამ სიტყვას მივეჩვიე. კი არ არის კარგი, მაგრამ ნუ აი ზუსტად დაახლოებით რა გიხსნათ, ეგეთ სიტუაციაში ვართ და ადამიანი გამოვიდა მდგომარეობიდან, ადამიანი გაბობოქრდა, ადამიანი აი ესე შეჯდა ცხენზე და აი ესეთი ხმლით გეფიცებით, აი ეხა მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, მინდა გითხრათ და აი ესეთი ხმლით მოემართება, არ ვიცი მე საბრძოლველად, საჩხუბრად, რა ვიცი, საქმის გასარჩევად ხო, როგორც ხდება, ფრთხილად იყავით, კასკა მოირგეთ თავზე კარგად, ესეთი გრანდიოზულ ჩხუბში არ გადაგივიდეთ, ჩემ თავსაც ვეუბნები, რა თქმა უნდა, და ადამიანის ენერგიები არის რადიკალურად გაბრაზებული ამ წუთას. ვკითხულობ მამაკაცის ენერგიებს ძალიან არის გაბრაზებული. არ ვიცი რა გავუკეთეთ, არ ვიცი რაზე მოურჩევთ ნერვები, არ ვიცი ჯიბრით რა მეუთხარით. მაგანაც გამოიწვია ჯიბრითაც არის საკნა ლაპარაკები რაღაცეები რო იცოდეთ. ჯიბრით უთხარით შეიძლება იმას ხვდები, ამას ხვდებით, ნუ არ ვიცი როგორც ხდება და პლუს ამას როგორი სექსუალური, როგორი მიმზიდველი, როგორი ქარიზმატული, ნუ ამის თანაკაცები ხო საერთოდ და ამ ყველაფერთან ერთად გაბობოქრებული, აი კედლებს ანგრევს, ეს არ ვიცი, დღე-დღეზე მოვა, მოგწერთ კიდე, დაგირეკავთ, არ ვიცი, ფაქტია, ახალი სიტუაცია, ახალი ნაჩხუბრები ხართ. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება. ხო, მოდით პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ძალიან ბევრი რამე ისწავლა ამ ადამიანმა თქვენგან და თქვენ ძალიან ბევრი რამე ისწავლეთ მისგან. კი ბატონო, ადამიანს როგორ გითხრათ, გააჩნია ემოციები აქვს, მე რო გითხრათ რომ არ აქვს მოგატყვევთ, რო გითხრა ეხლა რომ ზედამთვარე ამოსდის არა, მაგრამ თქვენთან დამოკიდებულება პიროვნებას საკმაოდ დადებითი, საკმაოდ ემოციური, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და არის ეს ადამიანი დღემდე თქვენს მიმართ, უბრალოდ ეხლა ხო იცით რო უბრალდებით, ესე საკუთარ შვილსაც ხო როგორ ვეჭყვებით, იმას ხო არ ნიშნავს რომ აღარ გუყვარს შვილი. ამიტომ ხო ხდება მსგავსი ჭხუბები, მსგავსი სიტუაციები და ყველაზე მთავარი თქვენთან დაკავშირებით ნახეთ ჩემო ძვირფასებო სამყაროს არკანით. ერთი სულის პიროვნებებს ვხედავ, რა თქმა უნდა ეხლა ეს პირადში კიდე უფრო კარგად გამოჩნდება და მით უმეტეს როცა გამოძახებას ვაკეთებ ხო საერთოდ ერთი-ერთში გპასუხობთ. გამოძახება ეს არის ერთი-ერთის პასუხი, რამდენად გიღირთ თუ არა და რამდენად ახლოს ხართ ენერგეტიკულად, საერთოდ რაიმე ღირს თუ არა ამ ადამიანთან. ამიტომ ერთი გამოძახება ყოველთვის ჯობია გაკეთდეს და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ წუთას გაბობოქრებული, კი ბატონო, ეტლის არკანი და ადამიანს დაძრული ყავს ეტლი, ადამიანი რა დროს არ ვიცი თქვენთან კონტაქტზე რა დროს არ გამოვა, ეხლა ვნახავთ მე გვითვალთვალებს თუ არა, ხო მაგ კითხვას რომ ამოვატრიალებთ, მაგრამ ძალიან დიდი ჰარმონია. ნახეთ, აი გიშდები ორიანტასებზე ჭკუა მეკეტება, აი თითქმის ყველა დასტის ორიანტასი ძალიან მიყვარს და აი ჰარმონია, რაღაცა ურთიერთშეთანხმება, სითბო, ძალიან აი კარგი ურთიერთშეთავსება იყო, არ გამორიცხავ ინტიმურადაც, ხო, იდეალურად ეწყობოდით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან დიდი ბრაზი მოხდა, არ ვიცი, ხა უმიზეზოდ თუ ხوار გამოხვიდოდით მდგომარეობიდან. კიდევ მე მამაკაცებო, ვინც მიყურებს პირისპირად მოიგეთ, ძალიან არის ადამიანი მდგომარეობიდან გამოსული, რაღაცა მოხდა, შეიძლება ხო
კი ბატონო რაღაცით დაიღალეთ, თქვენს მოგეშალათ ნერვები, მოგივიდათ კამათი ჭხუბი, გინდათ სოლქმრები ხართ თუ ვისაც ეხებათ პარტნიორები, აქ მოხდა არეულობა და SMS-ებით და მესეჯებით ისეთი საზღარი რაღაცები უთხარით, არ ვიცი თუ დაურეკეთ ზოგმანახეთ ერთმანეთი. ამ დროს აი როგორ ურთიერთობაზე მაქვს იცით საუბარი, უსიტყვოდ გესმოდათ ერთმანეთის, ეხლაც გრძნობთ. წარმოიდგინეთ, თქვენს გრძნობთ, რომ ის ცუდად არის განიცდის და ისიც გრძნობს, რომ ცუდად არის, იმიტომ რომ სამყაროსეულად ხართ დაკავშირებული. ესე ჰაერიდან არ მოსულა ჩემო ძვირფასებო არაფერი. ნახოთ გრძნობები მისი. ოი, რა ხდება? აქ აღარ ხუმრობთ, აქ რაღაც ხდება, აქ არ არის გამორიცხული, ახლა მე აქ არ ვკითხულობ არც მესამე პირებს და არაფერს ეს გაშლა არ ეფუძნება ამ მესამე პირებს და ღალატებს და ამბებს, თუნდაც ეს მესამე პირი იყოს დედა, იყოს ნათესავი პარტნიორი ყოფილი, ნუ რა ვიცი, ახლანდელი ვიღაც გაიცნო ფლირტავება, არ აქვს მნიშვნელობა. აი ხა დღეს არ განვიხილავ მაგას, პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ ანუ არც მომდის სიტყვები, რის თქმასაც ვაპირებ გრძნობებში ადამიანი ფიქრობს, რომ დასასრულია. რაღაცის დასასრულია და მე ეხლა კი შეიძლება ცოტა ხუმრობით და იმით ვისაუბრე თავში, მაგრამ აქ ძალიან არის გაფრაზებული ადამიანი, რა გააკეთეთ ესეთი არ ვიცი. ამაზე ჯობია რომ პირადში გადმოხვიდეთ, ჩემთან ყველა საკითხი კონფიდენციალურია, აბსოლუტურად და ნახოთ, განვიხილოთ, იქნებ შემიძლია რამით დაგეხმაროთ, თუ არ შემიძლია, მაგასაც გეტყვით. ადამიანი განდეგილდა, ადამიანი განმარტოვდა ჩემო ძვირფასებო და თქვენ არ გეგონოთ, რომ არ განიცდის. იმაზე მეტად განიცდის, ვიდრე თქვენ. ადამიანი მიხვდა, რომ რაღაცა დასასრულს მიუახლოვდა სიტუაცია და ადამიანი არის უძლური. ყველაზე საშინელი შეგრძნება, რა თქმა უნდა. რატომ მივიდა იქამდე, რომ უძლური გახდა, ხო? ვინ მიიყვანა იქამდე, ისევ თავის თავმა, ხო? ისე მოიქცა და ისე მოგექცათ და ისე მოგიშალათ ნერვები და რა ვიცი მე, აიწონას პოზიციაში, ხანის უნდა და ხანის რო ვერ გაერკვია, რომ ამოგივიდათ ყელში, ბოდიშით და პრაშაით დასტანით გავუშვით, ეხლა ზოგი შეიძლება სხვასაც ხდებით, თუნდაც ისე საფლირტავთ განემას გეუბნებით ურთიერთობა. ზოგადად ახალი ურთიერთობა ეხმარება ხოლმე წარსულის დავიწყებას, ესეც არის, გააჩნია და როგორი სიტუაცია, მაგრამ ჩემო ძვირფასებო ადამიანი განდეგილდა და განმარტოვდა. რა თქმა უნდა, მე იმას არ გეუბნებით, რომ არ იმსახურებდა, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით ზეპირად ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ, იმიტომ რომ ეს არ არის პირადი გაშლა და ზოგისთვის შეიძლება შეცდომა ვიყო და შეცდომა ვუთხრა, ამიტომ არ დავუშვებ ამას. ნახოთ, გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული, ძალიან აქ გული ნატკენი, ოი. მიუხედავად იმისა, რომ გაჩუმდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად მიდუნდა, მიუხედავად იმისა, რომ განდეგილში გადავიდა, ნახეთ რა დღეშია და როგორი სამიანხმლებშია, ძალიან ეტკინა გული. ანუ ნახეთ, ამ ადამიანს თითქოს ვერ წარმოედგინა როგორი რაღაც უყურეთ, სულ რო ვჭხუბობთ და ვიგდები, ჭხუბობთ, ხო ხდებით და ფეზე გვიჭხუბია, მაგრამ შევრიგდებით, ხო როგორც იტყვიან, რომ ეგ ჭხუბი არ იყო და უბრალოდ კამათობდით და რამე რო იციან ხოლმე კაცებმაც და ქალებმაც. არა, ეს ის ეტაპია, რომ ამოგივიდათ ყელში ყველაფერი და რაღაცა ახლის საწყის იწყებს ძალიან ბევრი და ბევრი კიდე განიცდის ამ სიტუაციას და ვერ იგებს ახლა რა გააკეთოს. ამისთვის აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ პირადში და ნახეთ ჩემო ძვირფასებო, როგორ აქვს გული ნატკენი. და ყველაზე მთავარი, ხუთიანი თასებით ემოცია აღარ აქვს საერთოდ, ცუდად არის. იმაზე მეტად ცუდად არის, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. აი ხა რო გითხრათ, რომ დღეს გნახათ და დღეს გაგითვალთვალებთ, არა ზოგადად კიდე გკითხოთ, გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. აი დავამატოთ. და აქაც ხომედო ეს არკანები და ოი, როგორი, კი. პირდაპირი არკანი, მოდით, პირდაპირ გეტყვით, პირდაპირი არკანი ამოდის თვალთვალის. ეს არის თვალთვალის არკანი, გნებავთ სოციალური ქსელები, WhatsApp-ია, Telegram-ი, Viber-ი, ამ შეიძლება TikTok-ი, სადაც დებთ ფოტოებს თქვენსას თუ ვიდეოებს თუ რა, ყველგან გითვალთვალებს ეს იცოდეთ და ყველაზე მთავარი ადამიანს ჩაერთო ეგოისტობა.
და მიუხედავად იმისა, რომ ხდება იმას, რომ რაღაცა ძალიან გაგაბრაზათ და რაღაც დასასრულს უახლოვდება, ან თქვენ გააბრაზეთ და პირიქით მოხდა, ეგოისტობა ჩაერთვება, არ ვიცი რა მოხდება შემდგომში, მე ამის პასუხი ახლა არ მაქვს და მე ეს კითხვა არც დამისვია, შემდგომში რა მოხდება, შეგვიძლია უკვე მე რა ვნახოთ, ეხლა თუ ძალიან ხო გჭირდება მე მესმის პირადში გადმოვიდეთ, ეს მსგავს გაშლები ძალიან ბევრი იყო წინაზე და ამიტომ ეხლა აღარ ვკითხულობ აღარც მესამე პირს და აღარც მე რას იზავს, ჩვენ მხოლოდ გვაინტერესებდა გვითვალთვალებთ და თუ არა გითვალთვალებთ, მაგრამ ძალიან გულნატკენი გითვალთვალებთ, ძალიან ემოცია დაცლილი გითვალთვალებთ, იცით როგორ არის? აი, ფურცელი რო აიღოს და ისიც რომ 5 კილოიანად ეჩვენება და 8 კილოიანად, მიხვდით ყველაფერი რო ამძიმებს, იმედენად ცუდად არის და განიცდის. აქ რაღაცას არ ვიცი, თქვენ უთხარით რაღაცა ისეთი. არ ვიცი, ზოგმა შეიძლება უთხრა, რომ მე უკვე სხვას ხვდები, რეალურად შეიძლება მოატყუეთ, მეგანა იმას ვიძახი, ხდება გაბრაზებულზე ვეუბნებით, არც გარ არის გამორიცხული, მაგრამ ადამიანი ძალიან გულნატკენი, ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი დაასრულდა. ადამიანი ზუსტად ასე ფიქრობს. ნახოთ რჩევაში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველგან გითვალთვალებთ, სადაც კი რამე საკრეფოთ, ოღონდ თუ ფეიკებით. თავისით ზოგი შეიძლება თავისთაც ნახულობდეს, მაგრამ ზოგი სხვა ფეიკებით. და ნახეთ რჩევაში, ვინა მომდიხართ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რამდენი კოლეგა მიყურებთ. და ქურუმი ხართ და რჩევაში პირდაპირ გეუბნებათ ტარო, შეინარჩუნეთ აი ეს ქურუმობა, შეინარჩუნეთ აი ეს იდუმალება, იმიტომ რომ აი ეს რომ ვერ ამოგიცნოთ და ვერ ამოგწურათ ბოლომდე, ეს კიდე ინტერესის სფეროა და არ არის გამორიცხული რომ გამოჩნდეს. მე ხა მაკითხვას ნამდვილად არ დავსვავ, მაგაზე მე თუ დაინტერესდით გადმობძანდით და ვნახოთ პირადში, მაგრამ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, სიწყნარეს, თქვენთვის აგრძელებთ სამსახურეს ერთად მეგობრები, ოჯახის წევრები კი ბატონო, ვისაც შვილები გყავთ, მამა, დედა, ხო, მეგობრები, საერთო წრეები, ეცადეთ რომ იყოთ აი ამ გარემოცვაში, ტარო რას გეუბნებათ ნახეთ და შეინარჩუნოთ ქურუმი ქალის პოზიცია. ზედმეტად არც ერთი მამაკაცი არ ალაპარაკოთ, მამაკაცებსაც ზედმეტად არც ერთი ქალი არ ალაპარაკოთ. ამოუწურავი დატოვეთ თქვენი თავი, ზუსტად აი ეს დაინახა, იმიტომაც ვერ გივიწყებთ, იმიტომაც არის გაოცებული, იმიტომაც არის აი ესეთი მივარდნილი, მიგდებული და გონია რომ ყველაფერი დასრულდა, შეიძლება არც დასრულდა, ეხლა ტარო პროგნოზია, ტარო ვიცით ხო, ჩემო ძვირფასებო, მაქსიმუმ 3 კვირის ენერგია და მოკლედ ჩემო კარგებო, მინდა რომ გაითვალისწინოთ ეს სიტუაცია, გითვალთვალებთ, მაგრამ მე გულახდილად გითხრათ, აი ამ გაშლისთვის რომ ენახა, ეხა მე ამ წუთას მე საკუთარ თავზე ტაროს არ ვშლი, აუცილებლად მივმართავ მასწავლებელს, ვისთანაც შევისწავლე და იმას გავაშლევინებ, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესდა პირადი, იმიტომ რომ აქ ისეთი რაღაცებია, შეიძლება რაღაცას შეცდომას უშვებდე და ადამიანმა არასწორი რაღაც გააკეთოს გაბრაზებულზე და ამიტომ მსგავსი რაღაცა რო არ მოხდეს, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ პირად გაშლაში, რომ ისე არ მოხდეს, რომ ცხვირის აბზუების გამო რაღაც სიტუაციების უჩამოინგრეს. კი, მე მესმის ყველაფერი, მე მესმის რომ შეიძლება ძალიან გატკინათ, შეიძლება არა გატკინათ, განერულად, მაგრამ თვითონაც არანაკლებად განიცდის. ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ. თორე გითვალთვალებთ აბსოლუტურად ყველგან. შეიძლება დღეს კონკრეტულად არა, მაგრამ ჯერ სათხართ, ეხა დაიწყება მაგის თვალთვალი. ეს იყო დღევანდელი ვიდეო გაშლა, საჯარო გაშლა ჩემო ძვირფასებო, გელოდებით პირად კონსულტაციებში, TikTok-ზე მწერთ პირადში, ხოლო YouTube-ზე კომენტარშია ჩემი ნომერი და გადმოდიხართ WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ზე, ასევე ფასდაკლება ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით და მომმართეთ პირადში. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.